თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ექიმის გიორგი ახობაძის მორგის სასამართლოს სხდომა უკვე დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით უკვე იკითხება თავად გიორგი ახობაძე, რომელმაც უნდა ისაუბროს იმაზე, თუ რა მოხდა 2024 წლის 7 დეკემბერს, ანუ მაშინ, როდესაც ის საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა სახლში, მაშინ, როდესაც სწორედ ის დააკავეს, მას პროკურატურა ედავება ნარკოტიკების შეძენა შენახვას და შესაბამისად დღევანდელ დღეს უკვე პროკურატურაც იტყვის თავის დასკვნით სიტყვას, შემდეგ სხდომაზე კი უკვე დაცვის მხარე წარსდგება დასკვნითი სიტყვით, ასევე რამდენიმე სიტყვას იტყვის თავად ბრალდებული გიორგი ახობაძე, ეს იქნება მისი დასკვნითი სიტყვა და უნდა ითქვას ის, რომ დღევანდელ სხდომაზე უკვე შუამდგომლობა წარადგინა ლაშა ცუცქირიძემ, რომელიც გახლავთ გიორგი ახობაძის ადვოკატი. მან დააყენა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ გიორგი ახობაძეს მიეცა ჩვენება ტრიბუნიდან და არა საბრალდებო სკამიდან, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რაც შეეხება ბრალდებას. გეტყვით იმას, რომ დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ გიორგი ახობაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ საბოლოოდ და ის ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მტკიცებულება აქვს დნმ-ის სახით, ნერწყვი, რომელიც ნარკოტიკულ შესაფუთ საშუალებაზე აღმოაჩინეს, თუმცა გიორგი ახობაძე თავს დამნაშავედ არ თვლის და ამბობს, რომ მას პოლიციამ ჩაუდო ეს ნარკოტიკი და რომ მასზე ძალის გამოყენებით დაიტანეს სწორედ გიორგი ახობაძის ნერწყვი და დღევანდელი სასამართლოს სხდომა უკვე დაიწყო, ადვოკატიც შესულია და ჩვენ ადვოკატს ვესაუბრეთ მანამ, სანამ ის სხდომაზე შევიდოდა და შეგვიძლია, რომ ახლა მისი კომენტარი მოვისმინოთ. გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად არის ბოლო ეტაპზე, ვინაიდან დღეს, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ბოლო მოწმე ყავს ფაქტობრივად დასაკითხი დაცვის მხარეს, გიორგი ახობაძემ ჩვენება უნდა მისცეს, ეს იქნება ბოლო მტკიცებულება, რომელიც მხარეებმა წარმოადგინეს პროცესზე, შესაბამისად მტკიცებულებათა გამოკლების ეტაპი ამით დასრულდება. გიორგის დაკითხვის შემდეგ უკვე, როგორც ჩვენთვის არის გარიგი განსაზღვრული მხარეებისთვის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ უკვე ბრალდების მხარე წარდგება დასკვნითი სიტყვით მოსამართლის წინაშე, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, უკვე 22 რიცხვში, ამაც 22 რიცხვში 22 ივლისს უკვე ჩვენ წარდგებით მოსამართლის წინაშე. რაც შეეხება მოლოდინებს, დაველოდებით გიორგი ახობაძის ჩვენებას, ასევე დაველოდებით ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას. ჩემთვის წარმოუდგენელია ბრალდების მხარემ დასკვნით ეტაპზე რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვინაიდან მათ არ გამოუკლევიათ არც ერთი უთხოვარი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაარწმუნებდა მოსამართლეს გონივრული მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საჭიროებაში. შესაბამისად, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მათ აქვს წარმოდგენილი, ეს არის დნმ-ის გიორგის დნმ-ის ნიმუში, რომელიც დადასტურდა ჩვენს მიერ გამოკითხული ექსპერტით, წარდგენილი დასკვნით, რომ აღნიშნული ბიოლოგიური მასალა არის ნერწყვი, ანუ ის, რაზეც გიორგი ახობაძე უთითებდა პირველი დღეებიდან, რომ მისი პირის მხრიდან ხელოვნურად ძალის გამოყენებით დაიტანეს ბიოლოგიური მასალა, ეგრეთ წოდებული ჩადებული ნარკოტიკზე. რაც შეეხება პოლიციელთა ჩვენებას, პოლიციელთა ჩვენება არათუ უთხოვარი არ იყო, არამედ არ იყო დამაჯერებელი და ამავდროულად მათ ვერ გამორიცხეს ვერანაირი შესაძლებლობა, რა იყო მათთვის დამაბკოლებელი გარემოება, რის გამოც ვერ მოიპოვეს ან არ მოიპოვეს ნეიტრალური მტკიცებულება. შესაბამისად, ყოველივე ამის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდების მხარე განსაკუთრებულ ვერაფერზე გაამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან მათ ბუნებაში არ აქვს პირდაპირ რაიმე მტკიცებულება, რომ გიორგი ახობაძე ფლობდა ნარკოტიკულ საშუალებას. გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან, როდესაც ბრუნდებოდა სახლში, დააკავეს 2024 წლის 7 დეკემბერს, მას პროკურატურა ედავება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას შენახვას, რაც გულისხმობს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას და ასევე დღეს გიორგი ახობაძის სასამართლოს გარდა ასევე გაიმართება საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლოს სხდომა და დღესაც სხვა სხდომების მსგავსად დაიკითხებიან პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები.